მოგესალმებით, ჩვენ ვაგრძელებთ ამოცანების განხილვას 8-ის 96-დან. განვიხილოთ პირველი ამოცანა, ორი ამოცანისგან შედგება ეს ნომერი. თუ არ ვხვდებით, ძალიან მგონან ეს ამოცანები ერთმანეთს და მოდი მხოლოდ პირველი განვიხილოთ. მოცემულია y-7x + b ფუნქციის გრაფიკი გადის c-ზე. c-წერტილის კოორდინატებია -1.15 და კვეთს ეს კვეთს y-უდრის ax-2 ფუნქციის გრაფიკს წერტილში, რომლის ორდინატია 1. კვეთს, მოდი ასე ვთქვათ, ორდინატი, ანუ y ვიცით, ხო? x0 იყოს, ვთქვათ, x0 1-ში. მოდი ესეთი ამბავი შემოვიტანოთ აქ. და ნუ ითხოვენ ტიპები გას. კარგი. მოდი ახლა ასე დავფიქრდეთ. პირველ რიგში კვეთა რომ გვახსენთ, რომ ხედავთ ორი ფუნქციის გრაფიკი ერთმანეთს კვეთს, კვეთის პირობა რა არის? ნუ საერთო წერტილის არსებობა და საერთო წერტილის არსებობა ნიშნავს, რომ y კოორდინატი ერთნაირი უნდა გქონდეთ, ხო? ანუ sy და sy ტოლი იქნება ანუ -7x + b ტოლი იქნება kx-2-ის. მაგრამ ნახეთ ახლა მეგობრებო რა ხდება, ჩვენ კვეთის წერტილი ვიცით. ანუ ფაქტობრივად ეს კვეთის წერტილი აკმაყოფილებს ორივე განტოლებას. ამიტომ მოდი რა ვქნათ, იცით? დროებით ეს დავტოვოთ და ჩვენ სისტემა ამოვხსნათ. აჯობებს ეს სისტემა ამოვხსნათ. y, ანუ 1-იანს თუ ჩავსვამთ პირველ განტოლებაშიც, 1-უდრის -7x + b ეგეც სწორი იქნებოდა და ბოდიში რა თქმა უნდა x0 უნდა ჩავსვათ x-ის მაგივრად და მეორე განტოლებაშიც თუ ჩავსვამდით, იქნებოდა 1-უდრის a-ჯერ x0-ს -2. მაგრამ თავარი არ დავივიწყოთ ახლა. ეს ახლა დაგჭირდება უხროები და ასე წავშალოთ. მაგრამ თავარი არ დავიწყოთ. ჩვენ ვიცით რომ c წერტილზე გადის პირველი წრფე. ანუ რომ შევიტანოთ ახლა ამ c წერტილის კოორდინატები პირველ წრფეში, 15-უდრის -7-ჯერ -1 ასე + b. რა მოხდება? ეს არის დადებითი 7, b იქნება ტოლი 15-ს გამოკლებული 7, ანუ 8-ის. შემდეგ ეს მნიშვნელობა შევიტანოთ ახლა აქ ჩვენ, ანუ სისტემა ასე გადაიწერება 1 სისტემის პირველი განტოლება მოდი -7x0 + 8, შესაბამისად ეს იქნებოდა -7x0 უდრის -7 და x0 გამოვიდოდა დადებითი 1-ის ტოლი. წავსვათ ახლა ქვედა განტოლებაში. ამ x0-ს თუ შევიტანთ ასე, იქნება 1-უდრის a-ჯერ 1-2 და აქედან გამოვიდა მეგობრებო 3-ის ტოლი. ორჩა დამთავრდა. გადავამოწმოთ მაინც 2-96-ის პირველში დიახ 3-იანი უნდა იყოს. ახლა ცოტა რაღაც ასეთი განცდა მაქვს, რომ თითქოს დალაგებულად არ გავყევით, მაგრამ მარტივი ამოცანა იყო და უცებ რა ჭეშმარიტებას დავინახეთ პირობიდან გამომდინარე ის დავწერეთ. დავწერეთ სისტემა, იმიტომ რომ ვიცოდით კვეთის წერტილი, ანუ ორი წრფის დამაკმაყოფილებელი წერტილი ვიცოდით ჩვენ და შევიტანეთ ორივეს განტოლებაში მისი კოორდინატები. მერე გაგვახსენდა, რომ პირველი წრფეზე მდებარე წერტილი ვიცოდით, ესე იგი მისი კოორდინატები შევიტანეთ პირველ წრფეში და მერე წავყევით და თანმიმდევრულად გავსაზღვრეთ ჯერ b, მერე x0 და ბოლოს k. აღარ გავაკეთებ ახლა მეორეს, იგივე რუტინა ჩანს. მოცემულია წრფე, ვიცით რა წერტილზე გადის, ვიცით რომელ წერტილს კვეთს, ოღონდ კვეთის წერტილის აბსცისა ვიცით, რომ 1-1-ში იგივე ამოცანა. 97-ზე დავხარჯოთ ახლა ჩვენ ენერგია.
რა გვჭირდება? მოცემულია წრფე, რომელიც გადის წერტილზე. კარგი. ესე იგი, წრფე y უდრის ax მინუს 1.5 ვიცით რომ გადის აწერტილზე -4a კოორდინატებთან. პრინციპში შეგვიძლია აქვე დავახურდაოთ ახლა ეგ პირობა და აწერტილის კოორდინატები ჩავსვათ შიგნით, ანუ a პატარა ტოლი იქნება a ჯერ -4-ს -1.5. ეგ რომ ეწენოს იდეაში. ეგ ერთი ვიცით. მერე რისი ტოლია a პარამეტრის უდიდესი მთელი მნიშვნელობა. თუ მოცემული წრფის საკუთხო კოეფიციენტი დადებითია. ანუ ჩვენ ვიცით რომ დადებითია და ხოვენ ას მაქსიმალურ თუ მინიმალურს რა ეწერა უდიდესი, ხო? უდიდეს მნიშვნელობას თან ისე რომ იყოს მთელი რიცხვი, ხო? ანუ ეკუთვნოდეს მთელს, ანუ ახლა ძალიან კარგი გასაგებია. ალბათ აქ შეხედეთ რას ვხედავთ ახლა ჩვენ. გამოდის -4a -1.5. ჩვენ გვინდა რომ ეს იყოს მაქსიმალური, ხო? შეიძლება დიდი გვინდა რომ იყოს. და ეს რომ დიდი იყოს, მეგობრებო, მაშინ ეხეთ რა უნდა ხდებოდეს? ცვლადები სადაც ურევია, ხო, ანუ ფაქტობრივად რა გვაქვს ჩვენ აქ მოცემული, ეგ შეგვიძლია ასე სხვაობა, ანუ ჯამად წარმოვიდგინოთ, ხო? ასე წარმოვიდგინოთ და რა დროს აღწევს ჯამი მაქსიმუმს, როდესაც თითოეული შესაკრები არის, რაც შეიძლება დიდი, ხო? ესეც მაქსიმალური უნდა იყოს, ესეც მაქსიმალური. მაგრამ 1.5 ახლა ეგ არის რიცხვია, ხო, ცვლაც არ შეიცავს, ანუ ეგარი კონსტანტა ამრივია, გვა და ჩვენ გვჭირდება ახლა აი აქ მნიშვნელობა. რა დროს იქნება -4 ჯერ k, რაც შეიძლება დიდი. ხო, თან უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს მთლიანად შედეგი უნდა იყოს მთელი. ან ჩვენთან ისე უნდა ჩავსვათ, არო კი ბატონო, რაც შეიძლება დიდი მივიღოთ, მაგრამ თან მთელი უნდა იყოს. ახლა ნახეთ, აქ ხო შემთხვევით არ მოვუწიათ k რომ დადებითია. ანუ ფაქტობრივად -4k არის უარყოფითი რიცხვი. და მაქსიმუმალური იქნება ეგ, როდესაც 4k-ს მოდული იქნება მინიმალური. იმიტომ რომ ცხადია ეს -4k არის უარყოფითი რიცხვი და ნუ ამ შემთხვევაში ხო უარყოფითია, იმიტომ რომ კანონის ტოლი ვერ იქნება და უარყოფითი რიცხვი რომ იყოს რაც შეიძლება დიდი, მისი მოდული უნდა იყოს რაც შეიძლება პატარა. ანუ რომ წარმოვიდგინოთ რიცხვითი ღერძი, რაც შეიძლება ახლოს უნდა იყოს ეს -4k ნულთან, ხო? მარცხნიდან მივახლოვდება და შეიძლება ახლოს უნდა მივიღოთ. ოკეი. ასე კიდევ რას დავაკვირდეთ? რადგანაც ჩვენ გვინდა მაქსიმალური მთელი მნიშვნელობა, აი ასე რომ წარმოვიდგინოთ ახლა ეს მაგალითი, რომ -5 ემატება რაღაც. რა შეიძლება ეს მაქსიმუმ იყოს? თან ემატება უარყოფითი რიცხვი ემატება. ანუ იდეაში კიდევ უფრო უარყოფითი ხდება. ანუ ეს ჯამი 1.5-ის მარცხნივ წავა. და ჩვენ თუ და რაც უფრო მარცხნივ მიდიხარ, მით უფრო მცირდება და მაქსიმალური თუ გინდა, ესე იგი 1.5-დან შორს არ უნდა წახვიდეთ. თუ გვინდა რომ მთელი იყოს, ესე იგი ის უნდა იყოს -1.5-ზე ნაკლები უდიდესი მთელი რიცხვი. ნახეთ. ცხადია. უნდა იყოს -1.5-ზე ნაკლები უდიდესი მთელი რიცხვი. აი რომ შესრულდეს ყველა ეს პირობა, რაც მოვთხოვეს. შესაბამისად, ასეთი არის -2, ესე იგი, უნდა უდრდეს -2-ს.
მორჩა მეტი შეზღუდვა ჩვენ არ აქვს. აუცილებლად ამოხსნადია იქ, იმიტომ რომ კას შეზღუდვა არ აქვს, მთელი იქნება თუ არა. მთავარია მთელი უნდა ყოფილიყო მთლიანად და მაშინ აქედან რა გამოდის? -4 კას -1.5, ანუ იგივე ტოლი იქნებოდა -2-ის. აქედან -4k ტოლი იქნება, ანუ 1.5 გადმოვა დამატებით, -2-ს დაემატება 1.5 არის 0.5 მინუსით, ანუ -1/2. მოდი ასე ვქნათ და აქედან k უდრის -1/2 რომ გაიყოფა 4-ზე 1/8-ს. მოდი დავწერთ პასუხი მივიღეთ, k არის დადებითი 1/8. აბა მოდი გადავამოწმოთ, პრინციპში თვალი რაღაცა ხო არ გამოგვჩა, და ვარ გოშკია დაგვიკლია რამე, მაგრამ 1/8-ია k. ჩვენ ას ვთხოვეთ. ოკეი. ჩვენ ცოტა ზედმეტი შრომა გავწიეთ ახლა. პასუხი იქნებოდა თავად -2. იმიტომ რომ 100 მაქსიმალურ მნიშვნელობას ითხოვდნენ. ნუ ერთ ფუნქცია ნაკლებ უდიდესი მთელი რიცხვი, ანუ დაყოფილიყო -2. მაგრამ პრინციპში კასში ვარ. კაი, ჩავხედოთ ამ პასუხებს და 97, ხო? კი ბატონო, -2. აბა დავაქცევოთ გასული. 98. მას რა მნიშვნელობისათვის მდებარეობს აბსცისთა ღერძზე, აი, ამ და ამ წრფების გადაკვეთის წერტილი. ესე იგი, მაქვს 2x - 3y უდრის -6 წრფები. მაქვს 4x + y უდრის a წრფები. და ჩვენ გვინდა რომ კვეთის წერტილი კვეთა არის აბსცისაზე, ხო? და აბსცისაზე თუ არის ვიქნებთ ასე რომ არის, აი კვეთის წერტილი რომ იყოს აბსცისაზე. გაცრავთ, ამ წერტილის x კოორდინატი იყოს თქვათ x0, მაგრამ y რა იქნება? 0 არ იქნება? კი ბატონო, კვეთა, მოდი ასე x0 0. მოდი ჩავსვათ. აბა ნახოთ რა სიტყვენ? სიტყვენ, ხო? რომ დავიწყოთ პატარეთ. ესე იგი, თუ მე ორივეგან ჩავსვავდი ამ კვეთის ერთის, უნდა ვიყო ჭეშმარიტება, ორივეგან თოლიკა ჭეშმარიტ უნდა ყოფილიყო. 3 0 უდრის -6, 4 x0 + 0 უდრის ცრავად. და ვირთავწლიე კაცი, სვირუსი კაცა. ანუ 2x0 არის -6-ის ტოლი და x0 არის -3. აბა, არ გუშლებოდეს ანგარიში. ჩავსვათ ახლა ეს. და შესაბამისად მივიღეთ -12. დავამოწმოთ, დიახ, პასუხი სწორი. ცოტა ხوار წავშალ. დააკვირდეთ. საკმაოდ მარტივი პროცესი იყო, ხა იმის განსაკუთრებული სიახლე არის. მოდი ნახოთ 99 რა სიტყვებს. ორი ავტომობილი მოძრაობას იწყებს ერთი და იგივე პუნქტიდან. პირველი სიჩქარეა 30, მეორეს 40. თქვა აქედან იწყებენ რაღაცა პუნქტია და ერთი მიდის ასე და ნუ პრინციპში მეორე არ ვიცი, თქვა მეორე მიდიოდეს ასე, ხო? აცრავად ერთი წუთი. ესე იგი, თუ იქნებოდა მოძრაობის დრო,
და ერთი სიჩქარე იყო 30 კმ/სთ და მეორეს 40 კმ/სთ, ну, ანუ ერთი გაივლიდა 30 კილომეტრს, ну, მეორე გაივლიდა, თქვათ, 40 კილომეტრს. სანამ სჭირდებათ აქ, ჩაწერეთ ამ ორი ავტომობილის შორის ეს მანძილის კედროზე დამოკიდებულების ფუნქცია. აჰა, ოკეი. ну, შემთხვევაში ახლა ჩვენ ახალზე რომ არის S-ი, ეს ფუნქცია ტოლი იქნებოდა 70 ტესი, ხო? მაგრამ აქ სხვადასხვა შემთხვევაა განსახილველი და მოდი ნახოთ ახლა რა სიტუაციებს გთავაზობს. მოდი აბა გასწავლოთ. ესე იგი, მანქანები მოძრაობენ ერთი მიმართულებით. აჰა, გავიქეთ. ერთი მოდის ასე, ვთქვათ, ეგ არის ის ავტომობილი, რომლის სიჩქარე არის 40 კმ/სთ. ახლა ესენი ითხოვენ მანძილის დროზე დამოკიდებულების ფუნქცია დავწეროთ, ხო? ესე იგი, ამ მანქანებს შორის დაშორება მანძილი როგორ უკავშირდება t-ს? იდეაში x-ის როლში, ანუ არგუმენტის როლში ჩვენ გვაქვს t. და ფუნქციის როლში არის ეს, ხო, მანძილი. ეს t. ოკეი. მოდი ახლა ვთქვათ, ეგ არის, ანუ t საათის შემდეგ ამას გავილი ექნებოდა 40 t და მეორე ავტომობილი გაივლიდა ასე შედარებით ნაკლებს, ხო? განსხვავება ცოტა დარღვეულია აქ, მაგრამ განსხვავება ჩანს. 30 t იქნებოდა მანძილის ვერ გავლილი მანძილი, ხო? და რა იქნებოდა მათ ბოლოებს შორის, ესე იგი, მათ შორის დაშორება ამ t დროის შემდეგ იქნებოდა ეს. აი, სწორედ ეს არის ეს მანძილი, რაც ჩვენ გვაინტერესებს და რისი ტოლი იქნებოდა? ეგ პირველ შემთხვევაში ტოლი იქნებოდა ასე ვთქვათ, ეს t ტოლი იქნებოდა 40 t-ს მინუს 30 t. ანუ იდეაში ეს t იქნებოდა 10 t-ს ტოლი. მოდი ნახოთ მეორე შემთხვევა. მეორე შემთხვევა რას ითვალისწინებს? მანქანები მოძრაობენ საპირისპირო მიმართულებით. ახლა ერთი ასე წამოვიდოდა 40 t-ს გავივლიდა, მეორე ასე წავიდოდა, ეს გაივლიდა 30 t-ს და შესაბამისად მათ შორის ეს მანძილი, ეს იქნებოდა S-ი უკვე, ხო? და რისი ტოლი იქნებოდა? ეს იქნებოდა ეს t. რა თქმა უნდა, ჯამის ტოლი. 30 t პლუს 40 t, ანუ შესაბამისად 70 t იქნება. მესამე შემთხვევა. მანქანების მოძრაობის მიმართულებები ადგენენ 90 გრადუსიან კუთხეს. ახა, ერთი თუ იქნებოდა ასე, მეორე იქნებოდა ასე, არა? და ჩვენ გვინდა ახლა მათ შორის მანძილი, ანუ ფაქტობრივად ეს უნდა შევაერთოთ ამასთან, ხო? აი, ეგ არის საძიებელი მანძილი. ალბათ აქ ვთქვით უკვე, რომ პითაგორის თეორემაა გამოსაყენებელი. ну, ეგ არის 40 t, მოდი ამას ფერს აღარ შევსვლი, პირდაპირ დავწერე, ეს არის 30 t და ძალიან მარტივი მისახვედრია, რომ აქ ეს იქნებოდა 50 t, ხო? ანუ პითაგორას თეორემა უნდა დავწეროთ, ეს კვადრატი ტოლი იქნებოდა 30 t კვადრატ პლუს 40 t კვადრატი, აქედან 2500 t-ია, ეს იქნებოდა 50 t, ანუ ეს t იქნება 50 t-ს ტოლი. მეოთხე შემთხვევა. მეოთხე არის, როდესაც ისინი 120, ან მათი მოძრაობის მიმართულებები 120 გრადუსიან კუთხეს ადგენენ. ანუ ერთი ასე იქნებოდა, მეორე ასე წამოვიდოდა, ეგ არის 30 t. ეს იქნებოდა 40 t, მათ შორის არის 120 გრადუსიანი კუთხე.
120 გრადუსი, აი, ასე. და გთხოვენ აი ამ მანძილს, ხო? და ну, ახლა უცებ რაც მახსენდება, ეგ არის კოსინუსების თეორემა. არ ვიცი ახლა რამდენად გავლილი ექნება ამ ეტაპისთვის მოსწავლეს კოსინუსების თეორემა, ну, გახსენებული აქვს თუ არა. მაგრამ ალბათ ყველაზე სწორი და სწრაფი, როცა უკვე პროგრამას დაასრულებთ და წინა წლების მასალები დაკლებად გამეორებული გექნება და კოსინუსების თეორემა, ანუ აგითხრათ ახლა ჩემთვის პირადად, თუ ვიტყვით დავასახელებთ რამდენიმე თეორემას, რაზეცაა წყობილი გეომეტრიის ცოდნა, მსგავსების თეორემის შემდეგ ალბათ პირველ რიგში ვიტყოდი კოსინუსების თეორემა გადამწყვეტი გარდამტეხი მომენტია რა. რა თქმა უნდა, ეხლა იქამდე მისასვლელი გზა მნიშვნელოვანი თეორემებით დახუძვლული, მაგრამ რაღაცა ერთგვარი რაღაცა გარდამტეხი მომენტი არის ხოლმე. აი ამის იქით უფრო იოლდება გაცილებით მე პრობლემებში სვლა. რა არის ახლა რას უდრის მოპირდაპირე, როდესაც ქვედა ორი გვერდი იცით და მათ შორის მდებარე კუთხე, მოპირდაპირე გვერდის კვადრატი, ეს კვადრატი ტოლია დანარჩენი ორი გვერდის კვადრატების ჯამს გამოკლებული გაორკეცებული დაბრავლი, აი ამ მნიშვნელობების მათ შორის მდებარე კუთხის კოსინუსზე. კოსინუს 120 გრადუსზე. ახლა კოსინუსი 120 გრადუსი ცალკე საუბრის თემა, ნუ აქ დაყვანის ფორმულა გამოსაყენებელი. ახლა ცოტა ესეთი თემა თუ არა გაქვთ გავლილი ეს ძიმეთ ხდება ახლა ყურს და გახსენებული და არ შეგეშინეთ იმდენად საკონცერტო მომენტებზე ვსაუბრობ ახლა უბრალოდ არ გექნებათ იმის ფუფუნება რომ ესენი სერიოზულად არ გაიარო თუ მაშინ გამოდის რომ თავდავანებოთ საერთოდ ნებისმიერი გამოცდისთვის დადებას ეს ერთგვარი იძულების მომენტია ხოლმე ალბათ რომ ადამიანები უფრო კარგად გავარკვევთ სხვადასხვა საკითხში და თავარია თავად მათემატიკის სწავლა ხო ცხოვრებაში არაერთი გამოწვევა რომ წარმატებით რომ დაძლიოთ და მათემატიკის სწავლა როგორ შეიძლება ჩაითვალოს აი ვისწავლი რაღაც საკითხებში ვერკვევით თუ აი ასეთ კონცეფციებს არ გაეცნობით. ამიტომ ეგ აუსავალდებელო მომენტია მალე ისწავლით, გაიარეთ, არ შეგეშინდეთ. ამას დაყვანის ფორმულას მივუყენებთ, ესა 180 - 60-ით გამოსახავ 120 გრადუსს, ეს არის ნუ გაიხსენებთ მერე მეორე მეოთხედის კუთხე, მეორე მეოთხედში კოსინუსი უარყოფითია, ამიტომ ეს იქნება და იგივე ზომისა მოდული რიცხვითი მნიშვნელობა, რაც კოსინუს 60 გრადუსს და ნუ კოსინუს 60 გრადუსი არის 1/2, ანუ ეგ არის იგივე -1/2. ესე იგი, ეს კვადრატი იქნებოდა, აქ არის ეს 900 ტ კვადრატი, 1600, ანუ 2500 ტ კვადრატი, მე აკლდება ეს ხო -1/2-დია და ნახეთ, ეს 1/2 ამ ორიას შეკვეთს, მინუსი მინუსზე გამრავლდება, ანუ პლუსი იქნება, 30-40 იქნება 1200 ტ კვადრატი, დაიკრიბება არის 3700 ტ კვადრატი, ანუ ეს იქნება ფესვი 3700 ტ კვადრატიდან და ნაწილობრივი ამოფესვით აქ დარწმუნდებით რომ ტ და კვადრატი და ამოდის ფესვი არის ტ 37 3700 3700 არის 37 ჯერ 100 და 10 ტ ამოდის რა ფესვი და ფესვი რჩება 37. ანუ ესე გამოვიდა 10 ტ ჯერ ფესვი 37. პრინციპში ჩვენ გვაქვს 4-ვე შემთხვევისთვის აგერ პასუხები. აიც გადავამოწმებ. გადავამოწმოთ რამდენად სწორად გამოგვივიდა და გავაგრძელოთ. აბა ეს იყო 99. პირველში იყო 10 ტ, კი ბატონო, მეორეში 70 ტ, კი, მესამეში 50 ტ, კი, მეოთხეში 10 + 37 ტ. კი ბატონო, წარმატებით დავწლით. მე 100 ამოწმე. FX-ი, აჰა, აი, ეს საინტერესოა.
უნარებში მოდიოდა ადრე ასეთები, საკმაოდ სახალისო საკეთებელი იყო. კაი, ნუ მოდის ახლა რა სიტუაცია ალბათ ამუშავარი ერთი-ორჯერ გექნებათ ასეთი განაკეთები. მოდის ძირითადი პირობა. მიდის ეგრეთ წოდებული დამხმარე პირობები. ასე. და ვიცით, რომ f-1 ნაკლებია ფოთზე და ვიცით, რომ f4 ნაკლებია f9-ზე. ნუ ესა ან პირველი პირობა, ან ორი დამხმარე პირობაა რა. და იმისთვის რომ დავადგინოთ 100 ნიშანი, ხო, ნუ რაც არის მოცემული 100 ნიშანი, დასადგენი არის იდეაში a როგორია, ეგ არის კითხვა. უпростоრად კითხვა არის, არ უნდა აადგინო, რომელი ამ ორი დამხმარე პირობიდან უნდა გამოიყენო. ნუ წარმოიდგინეთ რაღაცა გასაკეთებელი გაქვს დაზიანდა სახლში და ორი ინსტრუმენტი გაქვს საყიდელი და ხო ვფიქრობ რა. პირველი დაგჭირდება მარტო საკმარისი იქნება, რომ ზედმეტად არ დაიხარჯო, მხოლოდ მას იყიდი, ხო? თუ მეორე არის საჭირო და პირველი აღარაა საჭირო. თუ ორივე ერთდროულადაა საჭირო, მაშინ უბრალოდ ძვირი დაჭდება, ხო? თუ შეიძლება ორივეც იყიდო, მაგრამ მაინც არ გაგეთეს, არ შესულა არ იყოს და კიდევ რაღაც დაჭიდეს. აი, ასეთი სიტუაციებია და უნდა დაადგინო, რომელს ექნება ადგილი. ახლა რომ დავფიქრდეთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ? შეგვიძლია უბრალოდ ჩავსვათ, ხო? რიცხვის მნიშვნელობები. აი, მაგალითად, მოდი მარტო პირველ პირობას რომ გავყვეთ. აი, პირველი ხელსაწყო ინსტრუმენტი რომ გავამოყენებთ და გავიდოდით ფოლს. კითხვას მოპასუხებდით? მოდი ნახოთ. ეგ რა არის -1 რო ჩავსვათ, ეს იქნება a-ჯერ -1-ზე დამატებული 7 ნაკლები. გეცოდინებოდა, რომ ეს ნაკლები იქნებოდა a-ჯერ 4-ს დამატებული 7. ნუ ეგ არის -a+7 ნაკლებია 4a + 7-ზე, 7-ები გავაბათილოთ. აქედან გამოდის, რომ მოდი აქეთ გადმოვიტანოთ, ანუ 5a მეტი გამოდის 0-ზე და აქედან გამოვიდა, რომ a მეტია 0-ზე. ანუ გამოდის, თუ ჩვენ მოგცემენ ამ პირველ პირობას, ჩვენ თავისუფლად შევძლებთ 100 ნიშნის განყოფას. ანუ პირველი საკმარისია. მაგრამ ამით არ ვთავრდება, ახლა პირველი საკმარისია, მეორეს როლიც უნდა გავარკვიოთ. ნუ აქაც თუ ჩავსვამდით ახლა ჩვენ იქნებოდა a-ჯერ 4-ს + 7 ნაკლებია a-ჯერ 9-ს + 7, 7-ები ბათილდებოდა და შესაბამისად აქ 5a მეტი იქნებოდა 0-ზე, აი ამას თუ აქეთ გადავიტანდით. და გამოდიოდა, რომ a მეტი იყო 0-ზე. მეორეც დამოუკიდებლად, ანუ ისეთი ინსტრუმენტები აღვიჩნდა, ეთქვა, ნუ ის დაზიანებული რაც მქონდა, ორივე ცალ-ცალკე საკმარისი იყო დაზიანების აღმოსავლად. კარგი, ანუ პასუხი აქ რა იქნებოდა? საკმარისი პირველი და მეორე პირობა, საკმარისი ორივე პირობა ცალ-ცალკე. D უნდა იყოს პასუხი. აბა ნახოთ. კი ბატონო, მეასეში არის D. ასმერთეც თუ იგივეა, ხო არ შევეშვათ. აი მოდი მაინც გავაკეთოთ ახლა ბევრი დრო არ წამოღია. ასმერთე. რა ხდება ჩვენ თავს? ჩვენ ვიცით, რომ y უდრის ax + b-ს და ვიცით, რომ k არის უარყოფითი. აჰა. ხო, და თან ძირითად პირობაშივე გვეუბნებიან, რომ -5r წერტილზე გადის ეს წრფე. ამის გარდა ახლა არის ორი დამატებითი პირობა. a უდრის -5-ს და მეორე არის r მეტია 0-ზე. იმისათვის, რომ გავარკვიოთ ეს წრფე OY ღერც კვეთს თუ არა დადებით ნაწილში. ანუ კითხვა არის, აი ამ წრფი არის მეგობრებო აშკარად კლებადი ფუნქციის, ხო? აი ეგ და გავარყოფითია, ასე რომ გავავლევდით. აი დადებითში გადის თუ არა რა? აი ეს კვეთის წერტილი, აი ეს y-ნული
მეტია ნულზე თუ არა ესაა კითხვა და ამას გვეკითხები კვეთის წერტილი ოკეი, ხაბა მოდი ნახოთ ახლა და რა ვიცით აქ ჩვენ. მოდი ჯერ ძირითადი პირობიდან რა ვიცით. აა ჩვენ ვიცით რომ აი ერი რომ ჩაგვესვა y-ის ვარგულად, ხო так, a-ჯერ -5 პლუს b. აი ეს ამბავი ვიცით რომ ერი უდრის -5k პლუს b-ს. აი რა არის მეგობრებო კვეთის წერტილი, ხო? რა გვიჩვენებს მასე? პრინციპში ბ გვიჩვენებს, ხო? ფაქტობრივად ჩვენ გვეკითხებიან, აი ბ როგორია? ეგრეთული წავშალოთ. მოდი აქ. ფაქტობრივად ჩვენ გვეკითხებიან ეს ბ კოეფიციენტი როგორია რა? მოდი ბ გავსაზღვროთ, აქედან ბ რა გამოდის? ბ გამოდის r-ს დამატებული 5k. ფაქტობრივად ჩვენ უნდა დავადგინოთ ახლა b-ის ნიშანი. ანუ მოდი გავყვეთ. მარტო პირველი პირობა რომ გამოგვეყენებინა. აი ასე. მარტო პირველი, ისე იგი k არის -5, ანუ b ტოლი იქნებოდა r-ს დამატებული 5-ჯერ -5, ანუ იდეაში b უდრის r-ს გამოკლებული 25. ახლა დავადგენთ b-ის ნიშანს. ალბათ ვერ დავადგენთ, ხო? იმიტომ რომ აქ ერის მნიშვნელობაც საჭიროა. ერი თუ იქნებოდა მაგალითად 25-ზე ნაკლები, გამოვიდოდა რომ დადგენა შეუძლებელია, ხო? ბოდიში თუ გამოვიდოდა 25-ზე ნაკლები, ესე იგი უარყოფით იქნებოდა ბ. ერი თუ არის 25, ნულში ყვეს, ერი თუ არის 25-ზე მეტი, ანუ r-ზე ვართ რა დამოკიდებული. ანუ მარტო პირველი პირობაა, ბოლომდე აღარ გაგიხსნას. აი. სამწუხაროდ. მოდი მინუსი დავუსვათ. მხოლოდ პირველს. ახლა მხოლოდ მეორე. აი, ერი იცი რომ არის დადებითი. აი და რა ხეირი აქ? რომ ერი არის დადებითი. განა კაზი არ ახარ დამოკიდებული რამდენად დიდი. ახლა ერი შეიძლება იყოს 10k -1 და კი ბატონო მეტი იყოს ჯამბენუზე ან პირიქით. ანუ ცალკე აღებული ერი თუ კაზი არ ხარ ინფორმირებული რამხელა უარყოფითი რიცხვია, ჯამში ბ-ს ზომას ვერ დავა. ანუ ცალკე აღებული მეორე პირობაც არ არის საკმარისი. ოღონდ არ უნდა დანებდეთ აქ, უნდა ადგეთ მერე ერთად რომ გამოგეყენებინა ორივე ინსტრუმენტი. ანუ კაც ჩაგესვა -5 და ერიც გწოდოდა რომ დადებითია. მაინც ვერ გავკაჩავთ, ხო, იმიტომ რომ r-ს -25 გამოდის და აი რამხელა დადებითი რიცხვია, ერი არის ვთქვათ 17, ну მაშინ b ნაკლები იქნება 0-ზე. ერი არის 25, მაშინ b იქნება 0-ის ტოლი. ერი არის ვთქვათ 30, b იქნებოდა 0-ზე მეტი. ანუ ერი რამდენად დიდი რიცხვია, ხოლო დადებითობა და k-ს -5-თან ტოლობა არ გვაროდა b-ს შესაფასებლად. მგონია საკმარისად სიღრმისეულად განვიხილეთ ეს საკითხი და აღარ შექმნის პრობლემას. მოდი გავაკეთოთ. ანუ პასუხი ხო, პასუხი რა იქნებოდა? ბოდიში. პასუხი. მოვძებდით ისეთ, სადაც წერია რომ არც ერთი არ არის საკმარისი თუნდაც ერთად აღებული და წესით ეგ ბოლოში იყო ხოლმე. ეს პირობა არ არის საკმარისი, საჭიროა კიდევ დავწერთ მასე. კი ბატონო. ეს პირობები არ იყო საკმარისი. ნახოთ ახლა ჩვენ 100-მეორე ამოცანა. რა სიტყვს? y უდრის s-ი 2-1 გავრავლებული x-ზე დამატებული 5. აი გარიწრფე. ოკეი, კი ბატონო, პრინციპში საკუთხო კოეფიციენტიც ვიცით, კი არის ცოტა უშნო რიცხვი s-ი 2-1-ია, მაგრამ რიცხვია, ცვლადი არ არის. y-თან გადაკვეთის წერტილიც ვიცით, 5-ია. წრფეზე მიუთითეთ ყველა წერტილი, რომლის ორივე კოორდინატი რაციონალური რიცხვია. ოჰო. ასაგები, ანუ ფაქტობრივად ჩვენ ვეძებთ ისეთ x, y წყვილებს, სადაც x-იც და y-იც ორივე არის რაციონალური. კარგი ბატონო. ორივე არის რაციონალური.
რა როგორ მოვიცი. ერთ პატარა იდეა მოხდა, მოდი ახლა დავტესტოთ ეს. ანუ რაციონალურობა ნიშნავს, რომ შეგვიძლია რა არის რაციონალური რიცხვის განმარტება, გაიხსენეთ მეგობრებო? ეს არის რიცხვი, რომელიც შეიძლება წარმოდგეს ჩვეულებრივი წილადის ფორმით და ჩვეულებრივი წილადია m-ი შეფარდებული n-თან სახის რიცხვი, სადაც m-ი და n-ი არის თელები, ხო? n-ი ახლა არ უნდა უდრდეს 0-ს. და ანუ ორი მთელი რიცხვის ფარდობით უნდა ხდებოდეს წარმოდგენა. მოდი გავყოთ ყველაფერი x. ხო, x-ზე რომ გავყოთ ყველაფერი, რატომ ყოფ ახლა x-ი? იცით, აი მინდა რომ ირაციონალური გამოსახულება ცალკე იყოს სუფთად x-ის გარეშე და თუ ყველაფერს x-ზე გავყოფდი, დამრჩებოდა ეს ირაციონალური რიცხვი ცალკე. მაგრამ x-ი რო 0 იყოს, მოდი ასე ვთქვათ. განვიხილოთ ორი შემთხვევა. პირველი, თუ x-ი უდრის 0-ს, მაშინ რა ხდება? y-ი ტოლი იქნება p-2 მინუს 1 ჯერ 0 პლუს 5. ნუ ეს როდესაც თქვენ ცვლადიან, ნუ პარამეტრზე გაყოფა გიგდათ გამოსახულების ტოლობის ან ცვლადზე თვითონ ძირითად ცვლადზე. ეგ სავალდებულო პროცედურაა. ან ეს ორი შემთხვევა უნდა განიხილოთ, ეს ცვლადი ნულის ტოლი რომ არის, როგორ ახდება, რა ქცევა აქვს მაშინ გამოსახულებას, როგორ იქცევა და როდესაც 0 არ არის, კიდე ცალკე დააკვირდები. არაერთხელ შევხვედრია და კიდევ ხშირად შევხვდება ეს სიტუაცია. ანდა უნდა მოიფიქროთ უბრალოდ სხვა გზა, სადაც თავიდან აირიდებთ ორი შემთხვევის განხილვას. და აქედან გამოდის, რომ y იქნება 5. ხო, ეს ერთი. ესე იგი, გამოვიდა, რომ 0, 5 წერტილი აგვაყოფილებს ჩვენ პირობას, ხო? 0-იც რაციონალურია, 5-იც რაციონალურია. მთელი რიცხვები ვიცით, რომ რაციონალური რიცხვებია. შესაბამისად, ეგ არის ჩვენი პასუხი. კიდევ კარგი რომ განვიხილეთ, ხო? და თუ x-ი 0 არ არის. მაშინ როგორ მოვცეთ? გავყოთ ყველაფერი x, ანუ y-ი გაიყოფა x-ზე. აქ p-2 მინუს 1 ჯერ x ეს ერთ წევრი გაიყოფოდა x-ზე და x-ი შეიკეცება და დაგვრჩებოდა p-2 მინუს 1. შესაბამისად ასე. და პლუს 5-იც გავყოთ x-ზე. ახლა შეხედეთ როგორ მოვიცეთ. ცხადია, მეგობრებო, რომ ორი წილადის ფარდობაც წილადია, ხო? თუ შეიძლება მთელიც იყოს, მაგრამ რაციონალურია. y-x-თან 5x-თან და ერთიანი რაციონალურია. ანუ y-ი შეფარდებული x-თან მინუს 5 შეფარდებული x-თან პლუს 1 გამოდის p-2-ის ტოლი. მაგრამ დააკვირდით, მარცხენა მხარე არ გამოდის რაციონალური? იმიტომ რომ რაციონალური რიცხვების ჯამიც რაციონალურია, ხო? ოჰო, კი ბატონო. და ესე იგი გამოდის, რომ ირაციონალური რიცხვი p-2 წარმოადგენთ რაციონალური ფორმით. რაც შეუძლებელია. რაც შეუძლებელია. და ეს შეუძლებლობა რამ გამოიწვია? იმან რომ ჩვენ დავუშვით თუ x-ი 0 არ არის თქო განვიხილეთ ეს შემთხვევა. ანუ გამოდის რომ ეს მეორე შემთხვევა საერთოდ არ იარსებებს, ესე იგი გამოდის რომ x ქონია ერთადერთი მნიშვნელობა x უდრის 0-ს და შესაბამისად y იქნებოდა 5. ნუ თუ გვინდა ჩვენ რომ რაციონალური იყოს x-ი და y. ნუ ირაციონალური წყვილები იყო, ბევრი იქნება, თუმად იქნება. კარგი. მივიღეთ ჩვენ პასუხი რა? 0, 5. x-ი უდრის 0-ს, y უდრის 5-ს. შევამოწმოთ 102. კი ბატონო. კარგი. გადავიდეთ 103-ს. y მოცემულია არის -3x + 2 - b. კი.
და ვიცით, რომ ამ ფუნქციის უდიდესი მნიშვნელობა, როცა x-ი ეკუთვნის რაღაცა სეგმენტს, ანუ რაღაც სეგმენტზე არის 10-ის ტოლი. ანუ რა ხდება ესე იგი? y მაქსიმუმი უდრის 10-ს, როცა x-ი ეკუთვნის -3-დან 5 ინტერვალს. და ამ პირობიდან გამომდინარე ვთხოვენ b-ს. ახლა ოქროები აქ რა არის ეს დააკვირდით ეგ ხო წრფივი ფუნქცია. მოდი აქ ასე ერთად მოვაქცევ ერთ წევრად 2-ს - b-ს და საკუთხო კოეფიციენტი გვაქვს -3 y-ღერძთან გადაკვეთის წერტილი არის 2-s - b. როგორია ფუნქცია? კლებადია, თუ უბრალოდ ზოგადობის დაუბრუნებლად ასე რაღაც გავავლით რა. ამ წრფეს ახლა ჩვენ დაახლოებით ასე იქნება. ეს იქნებოდა 2-s - b, შეიძლება ქვემოთ იყოს, შეიძლება ზემოთ იყოს, მაგრამ ვერ ვიტყვით, ტახტის კუთხე არის -3. ოკეი, კლებადია ფუნქცია. და აი -3-5 ინტერვალზე კი არა. ნებისმიერი სხვა ინტერვალი, რაც არ უნდა აკვირდო. -3-5 თქვა და აქედან ამ მნიშვნელობა ახლა სად ავიღებთ ამას? აქედან აქამდეა თქვა -3, ხო? და თუ დააკვირდებით, ფუნქცია ყველგან კლებადია, ამ ინტერვალზეც კლებადია. და თუ ყველგან კლებადია, თავისთავად უდიდეს მნიშვნელობას როდის მიიღებთ? ამ სეგმენტის ყველაზე მცირე x-ისთვის, ხო? აი მე დიახტებით ახლა ლოგიკას, საკმაოდ მარტივი ლოგიკაა, რადგან ფუნქცია ყველგან კლებადია, მაშინ გამოდის, რომ ინტერვალის დასაწყისში იქნებოდა მაქსიმალური სწორედ ფუნქციის მნიშვნელობა. ან ცხადია, როცა x-ი უდრის -3-ს, მაშინ იქნება სწორედ ეს y მაქსიმალური ფუნქციის მნიშვნელობა. ანუ ჩავსვამდით y-ის მაგივრად 10-ს, x-ის მაგივრად ჩავსვამდით -3-ს და ისე შვიდაც გარეთ დავთვლით b-ს. ბერე გამოდის აქედან ერთიანი, ხო? 9 + 2 11, 11-ს 10 გამოვაგდაოდა და არის 1. თუმცა ესე 10 ზაფში პასუხი კი 1. კარგი.